კონტენტ კრეატორის ტკივილი, როდესაც ერთადერთი 900 ლარიანი მიკროფონი გაგიფუჭდება და გიწევს მხოლოდ ტელეფონის მიკროფონის იმედად დარჩენა. რაც არც თუ ისე ცუდი ვარიანტია, იმიტომ რომ iPhone-ს მშვენიერი მიკროფონი აქვს, მაგრამ შორიდან ვერ იღებ, ქარი დაუბერავს, აქედან მუსიკა ისმის და მთელ კაიფს აფუჭებს, თან როცა მიშვეული ხარ ხმას და არასდროს არ იყიდოთ Rhodes მიკროფონი. ძალიან ძვირია, ძალიან არაკომფორტულია, მალე ჯდება და შეიძლება გაფუჭდეს მხოლოდ იმის გამო, რომ გაქვთ წელიწად ნახევარი. ანუ არც დამვარდნია, იდო ჩვეულებრივ ვიყენებდი მხოლოდ ვიდეოების ჩასაწერად, მაგრამ აღარ მუშაობს. როგორი არ უნდა იყოს პროდუქტი. ახლა გამოვიწერეთ ახალი მიკროფონი Hollyland Lark M2, მე მგონი ეგრე ქვია, რომელიც არის ძალიან პატარა, ძალიან კარგი ხმა აქვს, ეტევა ერთ დოკ სტანციაში და მოკლედ უნდა დავტესტოთ. მე მგონი Rhodes ნებისმიერი მიკროფონი ჯობია დღეს. არ იყიდო არავითარ შემთხვევაში და თუ გაქვს გაყიდე და იყიდე რამე სხვა. ან DJI, ან Hollyland-ი.